ეთერში დაგიბრუნდით ლიკუნა ჩაჩიბაიასთან ერთად, ორგზის პარალიმპიელი, 4 გზის ევროპის ბრინჯაოს პრიზორი. ლიკუნა, მოგესალმებით. მოგესალმებით ნინო, მოგესალმებით თქვენს რადიო მსმენელებს. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ და რაც შეეხება დღევანდელი გადაცემის საუბრის თემას, მიზანი და წარმატება. 2024 წლის ბოლო შემაჯამებელი გადაცემა და უპირველეს ყოვლისა მინდა დამდეგი 2025 მოგილოცოთ. გისურვოთ რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა მშვიდობა, ჯანმრთელობა, წარმატებები და რაც შეეხება წარმატებას, ჩვენი მსმენელი და მაყურებელი უკვე მიხვდება და ფართო საზოგადოება მიცის, რომ თქვენ ხართ პარალიმპიელი 4 გზის ევროპის ბრინჯაოს პრიზორობა, ეს არც თუ ისე ადვილი საქმეა, ხო და ეს ძალიან დიდი წარმატებაა პარასპორტსმენისთვის, თუმცა ამის უკან ძალიან დიდი შრომა დგას, ხო და მოდით თქვენი წარმატების ფორმულა რომ გვითხრათ და რა არის თქვენი წარმატების გასაღები, აი ამით დავიწყოთ საუბარი. კი ბატონო, ამ შემთხვევაში ვისარგებლებ თქვენი რადიო ეთერით და ყველას ვუსურვებ და დამდეგი შობა ახალი წელი მშვიდობით და ბედნიერებით გაგვეტარებინოს. ახლა რაც შეეხება სპორტს და ჩემს ამ არც თუ ისე დიდ მიღწევებს, რომლებიც ამ ეტაპზე უკვე მაქვს, ეს ყველაფერი კი რა თქმა უნდა. 4 გზის ევროპის ბრინჯაოს პრიზორი ხართ და არც თუ ისე დიდი მიღწევა. კი, მაგრამ ესე ხდება ხოლმე აეტყობა სპორტში, რომ რაღაცას როცა მიაღწევ, მე უფრო მეტი გინდა და ზუსტად მაგ პერიოდში ვარ ახლა მეც, რომ უფრო და უფრო მეტს ვარჯიშობ იმისთვის, რომ შედეგიც უკეთესი იყოს და კი, რა თქმა უნდა, ამის უკან ძალიან დიდი შრომა, ძალიან დიდი ტკივილი, ცრემლიც კი ხანდახან არის ხოლმე, მაგრამ როდესაც გადიხარ უკვე საშეჯიბრო ტატამზე, იქ გავიწყდება აბსოლუტურად ყველაფერი და ვფიქრობ, რომ ან არის ხოლმე უბრალოდ შენი დღე, ან არ არის და თუ სიტყვაზე ჩემი პარაოლიმპიური წლით ვიხელმძღვანელებთ, ის ერთი დღე ჩემთვის არ იყო, მაგრამ რა თქმა უნდა, მე არასდროს არ დავყრი ფარხმალს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი ქვეყანა პირველ რიგში ვასახელო და შემდეგ ჩემი ის შრომა, რასაც მე ყოველ დღე მაქსიმალურად ვდებ ამ ყველაფერში. დიახ, თქვენი საუბრიდან გამომდინარე და მეც აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ წარმატების გასაღები არის ძალიან დიდი შრომა, რა თქმა უნდა. შრომა და მიზანი, ხო? და ლიკუნა, თქვენ უკვე საკმაოდ დიდი გზა გამოიარეთ, ანუ პარატაეკვანდოსთი ხართ დაკავებული და სხვათა შორის იყო პერიოდი, როდესაც უკვირდათ, ანუ პარატაეკვანდოს და ქალს ვერ აკავშირებდნენ ერთმანეთთან, თუმცა აი ისე ლამაზად ჩხუბობთ გოგონები, ისე ლამაზად, რომ ეს საერთოდ გონია რომ ეს უბრალოდ ქალების სპორტია და მანამდე თქვენ პარამოცურავეც იყავით, ანუ პარასპორტში უკვე დიდი ხანია ხარ ჩაბმული, მაგრამ აი როგორც გიგას ვესაუბრე და მან გაიხსენა, მინდა გაიხსენოთ ის პირველი დღე, როდესაც თქვენ გადაწყვიტეთ პარასპორტში ჩართვა. და შემდეგ უკვე როგორ მოხდა და რა პერიოდში აი ამხელა ნახტომი და წინსვლა. კი ბატონო, პირველი ჩემი ნაბიჯი იყო 2015 წლიდან პარასპორტის სფეროში მოკლედ და საერთოდ არ ვიცოდი მაშინ ჩემ თავს რა ხდებოდა, ყველაფერს მინდოდა მოვდებოდი, მაგრამ ჩემი ცხოვრება სპორტული თვალსაზრისით დაიწყო ცურვით და მალევე მომეცა სხვათა შორის შესაძლებლობა იმისა, რომ გავსულიყავი ევროპის ჩემპიონატზე, სადაც მოვიდა კვალიფიკაცია ჩემს სახელზე, მივიღე ვაილდ-ქარდი, წავედი რიო 2016 წლის პარალიმპიადაზე და თითქოს რაღაცა ძალიან მარტივი იყო ეს ყველაფერი, თუმცა მალევე მოხდა ჩემი გადამისამართება უკვე პარატაეკვანდოზე და მივხვდი, რომ არც ისე მარტივია ყველაფერი, როგორც ეს ადამიანებს გქონიათ ხოლმე და როცა ჩავდე უკვე ჩემი მაქსიმალური შრომა, როცა უკვე ვფიქრობდი, რომ ამის მეტი მე აღარ შემეძლო, ზუსტად მანდ დავიწყე მუშაობა და აი ეს 4 медалიც არ არის ესე ჰაერზე მოსული. მე ხა შეიძლება კმაყოფილი უკვე აღარ ვარ და უფრო მეტი მინდოდეს ვერცხლი ოქრო, მაგრამ ამ 4 ბრინჯაოს უკან
დგას ძალიან ბევრი წვალება. ყოველდღიურად უჭველი დავდიოდი და მოკლედ ძალიან რთული გზა გამოვიარე, რომ თქვენს ეთერში ახლა მე ესე მელაპარაკა ეს ყველაფერი და კი, რაც შეეხება იმას, რომ სტერეოტიპი არსებობს, რომ გოგო და ტაეკვანდო რანაირად, ეს ფიქრობ, რომ უბრალოდ საქართველოში დატოვებული რაღაცა სტერეოტიპია. მაგრამ მე მგონი უკვე დაიმსხრა, თქვენ დაამსხვრიეთ. კი, მაგის თქვა მინდოდა ზუსტად, რომ ძალიან მოკლედ დროში შევძელით ის, რომ დაგვემსხვრია ეს სტერეოტიპი და ხო, ძალიან ბევრი გოგონა არის დაინტერესებული. და იმდენად წარმატებულები არიან უკვე გოგოები ამ სფეროში, რომ ვფიქრობ, რომ აღარ აქვს ხალხს იმის უფლება იფიქროს, რომ გოგოს არ შეუძლია ტაეკვანდოზე ყოფნა. კი ბატონო, ნამდვილად და ზოგადად როდესაც საუბრობთ მიღწევაზე, წარმატებაზე, თქვენს დამეთანხმებით სპორტსმენისთვის, მწვერვალი პარასპორტსმენისთვის არის პარალიმპიადა, ხო? ჯერ პარალიმპიადაზე მონაწილეობა, ხო? აი აღნიშნე, რომ დავშოთ შეიძლება იყოს დღე, რომ ის დღე არ იყოს შენი, ხო? მაგრამ ის რომ უკვე პარალიმპიადაში იღებ მონაწილეობას, ეს რამხელა რამ არის, ხო? ეს უკვე ძალიან დიდი მიღწევა და წარმატება. 2028-მდე, ანუ ძალიან ბევრ ტურნირზე გიწევთ, რა თქმა უნდა, 2025-დან უკვე გასვლა, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ტურნირებზე გასვლა და აი უახლოეს მომავალში რას აპირებთ? კი ბატონო, გეთანხმებით იმაში, რომ პარალიმპიადა არის წვერვალი შენი სპორტის მდგომარეობის და ვფიქრობ, რომ ყველანაირი სახსრებით და ყველანაირი შენი მდგომარეობით აუცილებლად უნდა ეცადო იმას, რომ გახვიდე იმ მწვერვალზე, რაც არის პარალიმპიადა. 2025-დან ჩვენ უკვე ვიწყებთ სრულ მზადებას იმისთვის, რომ ჩვენ უკვე გავიდეთ რეიტინგით. მე პირადად ჩამომივიდა B-ფართითი, რომელიც ასე ვთქვათ, საჩუქარი იყო ჩემთვის, კიდევ ერთი შანსი მომეცა, რომ მე პარალიმპიადაზე ვყოფილიყავი, თუმცა ჩემი პირველი და ურყევი მიზანი არის ის, რომ მე უკვე რეიტინგით შევიდე და დამსახურებული ლიცენზიით, არანაირი სალიცენზიო ტურნირით მე აღარ მომიწევს იქ გასვლა და ამისთვის ერთადერთი რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ უნდა გავიდე და მოვიგო და ჩამოვიტანო ოქროს მედლები და ამის საფუძველზე უკვე მე მექნება იმის პრეტენზია, რომ პარალიმპიადაზე ღირსეულად წავსდგე. დიახ და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის უკან კიდევ დგას ძალიან დიდი გუნდი, ხო? ამ ყველაფრის უკან დგანან მწვრთნელები, ექიმები, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი, სახელმწიფო და აი ჩვენი საუბრის დასასრულს მინდა აი ამ ერთობაზე, ერთიანობაზე და გუნდური მუშაობის პრინციპზეც რომ გვესაუბროთ. კი ბატონო, საერთოდ არ ვიცი ადამიანი არსებობს თუ არა, რომელიც იტყვის იმას, რომ პარაოლიმპიური კომიტეტის გარეშე რამე შეიძლება მომხდარიყო და რა იმისთვის მიგვეღწია და პირველ რიგში უდიდეს მადლობას ვუხდი პარაოლიმპიურ კომიტეტს. რატი იონათამიშვილს, რომელიც მუდმივად 24 საათის განმავლობაში დგას სპორტსმენების გვერდით, არიან ძალიან ბევრი წოდინებად, თუმცა არის შოთა გოჩიაშვილი, რომელიც მოდუნების საშუალებას აგვაძლევს. კი ბატონო, სანდრო გვასალია და ჩვენი ექიმი, რომელიც ყოველთვის იმის სტარტზე არის, რომ ჩვენ რაღაცა ძალიან ძლიერ ფორმაში ვიყოთ და არასდროს არ დაგვჭირდეს რაღაცა ტაიმაუტის აღება ჯანმრთელობის მხრივ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ერთი და ერთიანი გუნდი რომ არა, სამწვრთნელო გუნდი და საექიმო გუნდი, ჩვენი მდგომარეობა ესეთი მყარი არ იქნებოდა დღეს და ამისთვის უდიდესი მადლობა როგორც ჩემს მწვრთნელებს, ექიმს და პარალიმპიურ კომიტეტს. და ამის ყველაფრის გვირგვინი ალბათ თქვენს დამეთანხმებით სახელმწიფოა, რომ არა სახელმწიფოს ამხელა მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, საქართველოში პარასპორტი ამ დონეზე ვერ იქნებოდა განვითარებული და რაც შეეხება საერთაშორისო დონეზე მიღწევებს, ანუ ჩვენმა თუნდაც ლევანტელმა, ანუ პარიზი 2024-ის შედეგმა დაანახა მთელ მსოფლიოს, არა მარტო საქართველოს, რომ ქართველი პარასპორტსმენები არათუ დაუშვათ ვინმეზე ნაკლები
ბევრზე მეტნიც არიან, ანუ რაოდენობრივად არ გულისხმობ, შედეგზე ვსაუბრობ და ქართულ პარასპორტსმენებზე ძალიან ბევრს აქვს სწორება, ხო? და რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, ნუ ეს იყო მართლაც არაჩვეულებრივი ნაკრები, არაჩვეულებრივი მომზადების ხარისხით და მართლაც გუნდი შდებს ძალიან დიდ შედეგს. მადლობა თქვენ გისურვებთ წარმატებებს და დარწმუნებული ვარ, რომ იმ მიზანს, რაც დასახული გაქვთ, აუცილებლად მიაღწევთ და ლიკუნა ჩაჩიბაია გაგვახარებს არაერთ გზის ოქროს ვერცხლის მედლებით და ზოგადად ხო წარმატებებით. მადლობა ლიკუნა ჩაჩიბაია პარალიმპიელი 4 გზის ევროპის ბრინჯაოს პრიზორი იყო ჩვენი სტუმარი. წინა ბლოკში ჩვენ ჩაგვერთო გიგა ოჩხიკიძე, პარიზის პარალიმპიადის გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონი. ამ ადამიანებმა ისაუბრეს მიზანზე, წარმატებებზე და მართლაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტს, სახელმწიფოს იმისთვის, რასაც აკეთებს ზოგადად საქართველოში პარასპორტის განვითარებისთვის, რაც შეეხება შშმ პირებს. ეს ადამიანები პარასპორტსმენები შშმ პირები არიან, რომლებიც მართლა სამაგალითო ადამიანები არიან ყველასთვის, ძალიან დიდი ნებისყოფის მქონე ადამიანები, რომლებმაც არაერთ გზის წლების განმავლობაში, შეიძლება ითქვას უკვე 10 წლეულების განმავლობაში ასახელეს და კიდევ ასახელებენ მსოფლიო საერთაშორისო მასშტაბზე საქართველოს. გისურვებთ ყველას წარმატებებს, დიდი მადლობა, ეს იყო გადაცემა ჩვენ აქ ვართ და ეს გადაცემა დროებით 2025 წლამდე გემშვიდობებათ, მე კი ვრჩები დღის ეთერში. დროებით მალე დაგიბრუნდებით.